აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6.6%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 8 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.9%-ით განისაზღვრა. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით 2025 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ენერგეტიკა და ვაჭრობა. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1%-ით 7%-მდე გააუმჯობესეს ასის განვითარების ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც. 25 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 6.6%-იანი ზრდა, ხოლო 8 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.9%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორი, ენერგეტიკა და ვაჭრობა. მიუხედავად ამისა, შემცირების ტენდენცია გამოვლინდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.